თქვენი ბიზნესის სწორად განვითარების გზები, თანამედროვე PR მექანიზმები, რჩევები და სიახლეები გამოცდილი ექსპერტებისგან. გადაცემაში პრომოუტერი. ყოველ ორშაბათს 19 საათზე FM 104.3-ზე. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, რადიო პოზიტივის ეთერიდან დაიდადგა ორშაბათი დღე 19 საათი და მე ტრადიციულად მარიამ ჭყონია უძღვები გადაცემას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია და მსმენელებს შევახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომერს 242-104-3. შეგიძლიათ დაარეკოთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ თუ რა არის ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია, ეგრეთ წოდებული შიდა PR-ი, რამდენად მნიშვნელოვანი არის იგი, საქართველოში რამდენად ხშირად ორგანიზაციები მუშაობენ შიდა კომუნიკაციაზე და თუ არა, რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გამოცდილი PR სპეციალისტი და PR აკადემიის დირექტორი ქალბატონი ნათია გოცაძე მოვიწვიეთ სტუმრად. მოგესალმებით ქალბატონი ნათია, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, საღამო მშვიდობის. გადმოვალ შეკითხვით საინტერესოა რას ნიშნავს ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია და როგორი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, იგი. შიდა კომუნიკაცია ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ზოგადად ორგანიზაციული მართვის პროცესში. სამწუხაროა რომ მაინც დიდი ყურადღება ხშირ შემთხვევაში არ ექცევა ხოლმე ამ ფუნქციას და შესაბამისად ძალიან ცოტა ორგანიზაცია, რომელსაც კონკრეტულად ყავს ადამიანი სპეციალისტი, რომელიც ამ მიმართულებას წარუძღვება და დაგეგმავს და განახორციელებს იმ მართვის პროცესს, რასაც ქვია შიდა კორპორაციული კომუნიკაციის მართვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც წარმოიდგინეთ თითოეული ორგანიზაცია, მისი წარმატება, მისი წარუმატებლობა დგას იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ქმნიან ამ ორგანიზაციის მთლიან, ასე ვთქვათ, ორგანიზმს, ხო? თითოეული ეს თანამშრომელი არის საფუძველი, რაზეც იგება შემდეგ ორგანიზაციული სტრუქტურა და რაზეც დგას ბიზნესის წარმატება. აი ამ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, ანუ რამდენად ინფორმირებულია ეს თანამშრომელი შიდა და გარე პროცესებით, რამდენად ლოიალურია თვითონ კომპანიის მიმართ და რამდენად აქვს მას კორპორაციული პატრიოტიზმის განცდა და რამდენად აიგივებს ის თავის თავს ახდენს იდენტიფიცირებას ბრენდთან. აი ეს ყველაფერი არის ის, რასაც აკეთებს შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი, ანუ შიდა PR-ი, როგორც ასე მოიხსენიება ძალიან ხშირად. ამდენად თავად განსაზღვრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფუნქცია კომპანიაში და რამდენად საჭიროა, რომ არსებობდეს ასეთი ფუნქცია. საინტერესოა რა უნდა გააკეთოს კომპანიამ და მისმა ხელმძღვანელმა, რომ თანამშრომელმა, ასე ვთქვათ, იგრძნოს თავი მნიშვნელოვნად და ასევე, ვთქვათ, განეწყოს დიდი სიყვარული თავისი კომპანიისადმი. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა თანამშრომელმა უნდა გააცნობიეროს თავისი როლი და ფუნქცია ამ ორგანიზაციაში. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ მენეჯმენტის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ექცევა საშუალო რგოლის მენეჯერებს, იმდენად რამდენადაც ისინი ბევრად უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგებენ ორგანიზაციული მართვის პროცესზე. ეს ასეც უნდა იყოს გარკვეულწილად, თუმცა ამ პროცესში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დავიწყება და უგულებელყოფა იმ ფუნქციისა, რასაც ასრულებენ ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომლები, რომლებზეც ფაქტიურად დგას ორგანიზაცია, რომელთა შრომაზეც და რომელთა წვლილზეც დგას ორგანიზაცია. ის თუ რა ფუნქციას ასრულებს ამ პროცესში და კომუნიკაციის მენეჯერი, ეს არის ძალიან ისეთი გამოკვეთილი და ცალსახად მკაფიოდ გამოკვეთილი და ამას უნდა აცნობიერებდეს ყველა კომპანიის ტოპ მენეჯმენტი, იმდენად რამდენადაც თითოეული ის ქმედება, რომელსაც ის გეგმავს შიდა კორპორაციული კომუნიკაციის კუთხით, აისახება ყველა თანამშრომელზე. იქ არ არსებობს და არ უნდა ხდებოდეს რაღაც დაყოფა და უშუალოდ იგივე სამუშაო სტაჟის მიხედვით და უშუალოდ იგივე რაღაც რანგის მიხედვით. ყველა თანამშრომელთან ინფორმაცია უნდა მიდიოდეს დროულად, ერთდროულად, мотиваცია ყველასთვის უნდა იყოს ცალსახად მიზანმიმართული და ყველა თანამშრომელი უნდა გრძნობდეს თანაბარუფლებიანად თავს კომპანიაში. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, დიდ შრომას და დაგეგმავს, მაგრამ ადვილი არაფერი არ არის ის, რაზეც დგას პრინციპში წარმატება. ასე ვთქვათ, მენეჯერმა არ უნდა გამოავლინოს რომელიმე თანამშრომლისადმი, ასე ვთქვათ, რომ ის ფავორიტია თუნდაც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან აგდებს კორპორაციულ სულს.
როდესაც და აღვივებს უსამართლობას. იცით რა არის მთელი რიგი ხელშემშლელი პირობები, რაც შიდა კორპორაციულ კომუნიკაციას და ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებს ხელს უშლის თავის საქმის სწორად აღსრულებაში და ერთ-ერთი არის სწორედ ეს, როდესაც თავარი მენეჯერი იქნება ეს კომპანიის დირექტორი, იქნება პრეზიდენტი თუ არა აქვს მნიშვნელობა ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენელი, ახდენს დაყოფას, დახარისხებას თანამშრომლების. ეს ძალიან აგდებს მოტივაციას და რა თქმა უნდა აისახება შემდეგ სამუშაო შედეგებზეც. ამ შემთხვევაში რას აკეთებს შიდა პიარიო? უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუშაობს ამ მიმართულებით ალბათ ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ინდივიდუალურად განსაზღვრული სხვადასხვა კომპანიების მიერ. არის რიგი კომპანიები, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არის შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი. ხშირად ამ ფუნქციას გამოყოფილად, ხშირად ამ ფუნქციას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი ითავსებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა მოიაზრებოდეს ასეთი პიროვნება, ის არის ფოკუსირებული თანამშრომლებზე და თანამშრომლებზე თლიანად. საქმე რაშია? თითოეული თანამშრომელი, რომელსაც ჩვენ ბეკონტაქტები და რომელთანაც კომუნიკაციას ვამყარებთ, წარმოიდგინეთ, რომ არის ელჩი, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ გარეთ საზოგადოებაში. ამიტომ თუ მოვიაზრებთ და გავიაზრებთ იმას, რომ ყველა ეს ადამიანი ჩვენ უნდა გვყავდეს გვერდით ინფორმირებული, უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი და არა ჩვენი მოწინააღმდეგე. ეს განსაკუთრებით ხელშესახები და შესამჩნევი ხდება კრიზისის დროს. და როდესაც თანამშრომელი არ არის ინფორმირებული და სწორედ ინფორმირებულობას უწყობს ხელში და კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი, ხო, თანამშრომლების ინფორმირებულობას და მოტივაციას. აი, როდესაც თანამშრომელი არ არის ინფორმირებული და ის საზოგადოების მხრიდან აღმოჩნდება რაღაც ყურადღების ცენტრში ან რაიმე კითხვების მის მიმართ რაც ჩდება რაიმე კითხვები, არაინფორმირებული თანამშრომელი ყოველთვის ექცევა ზეგავლენის ქვეშ ალტერნატიული წყაროების მხრიდან, ხო? და როდესაც კომპანიაში არის კრიზისი, ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს საბოლოო ჯამში. როდესაც არ არის კრიზისი ამ შემთხვევაშიც, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როდესაც თქვენ გეკითხებიან, თქვენს თანამშრომელს ეკითხებიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სვამენ რაღაც შეკითხვას და მას აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია რა ხდება კომპანიაში. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თანამშრომელს, თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს ინფორმაცია არა მხოლოდ კომპანიაში რა ხდება, არამედ კონკურენტულ ბაზარზე რა ხდება, ხო, როგორ ვითარდება ეს ბაზარი. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ეს ინფორმირებულობა, ასე ვთქვათ, მენეჯერმა უნდა გააკეთოს და შიდა კომუნიკაცია უნდა. შიდა კომუნიკაციის მენეჯერმა უნდა გააკეთოს, არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისთვის. ამიტომ პირველ რიგში, როდესაც იწყებენ ამ საკითხთან მუშაობას და ასეთ კომპანიებსაც არ არსებობს ხომ მსგავსი პრაქტიკა, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს და შეიქმნას საკომუნიკაციო სისტემა. იქნება ეს შიდა, დავუშვათ რაღაც შიდა ვებგვერდი, ეგრეთ წოდებული ინტრანეტი, იქნება ეს შიდა გაზეთი, იქნება ეს დაფა, სადაც იქნება ნებისმიერი საკომუნიკაციო არხი, რომელიც როგორ გითხრათ, ანუ შესაძლებელია რომ იმ ორგანიზაციაში დამკვიდრდეს და გაკეთდეს, ეს უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მივიდეს ოპერატიულად და რაც შეიძლება სწრაფად თითოეულ თანამშრომლამდე. ამის შემდეგ უკვე იწყება დაგეგმვა იმისი, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რა ინტენსივობით უნდა მივაწოდოთ. ეს შეიძლება ჩვეულებრივი ელექტრონული ცნობარი, ხო, ეგრეთ წოდებული ნიუსლეტერი, რასაც როგორც ეძახიან, ხო, რომლითაც ჩვენ კვირაში ერთხელ შეიძლება უბრალოდ ინფორმაცია ჩვეულებრივ ელფოსტაზე დაგზავნით, მივაწოდოთ თანამშრომლებს რა ხდება კომპანიაში, რა იგეგმება, რა პროცესები განხორციელდება და ზოგადად რა ხდება შეიძლება ბაზარზეც, ხო, იმ ბაზარზე, სადაც პოზიციონირებს ეს კომპანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თანამშრომლების ინფორმირებულობისთვის. და გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ასეთი ტიპის ინფორმაციას თუ რაიმე სიახლეა კომპანიაში კარგიც და ცუდიც. როდესაც საქმის კურსში ვაყენებთ, ის გრძნობს, რომ კომპანიის მენეჯმენტი და ზოგადად კომპანია ზრუნავს იმაზე და ფიქრობს იმაზე, რომ ის ღირებულია ამ კომპანიაში, ხო? ნუ აღარ ვამბობ იმაზე არაფერს, რომ მოტივაცია, არამატერიალური მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, იქნება ეს წახალისება, იქნება ეს სიტყვიერი მადლობა, შეხვედრები, კორპორაციული წვეულებები და ასე შემდეგ. მე უფრო მგონია რატომღაც რომ საქართველოში იშვიათად ასე ვთქვათ მენეჯერები ინფორმაციას აწვდიან თანამშრომლებს, უშუალოდ თანამშრომლები ცდილობენ ხოლმე მე მგონი პროცესში ჩართვას რაღაც კვლევის. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც
კრიზისის დროს კრიზისის გამწვავება გამოიწვია კონკრეტულად თანამშრომლების არაინფორმირებულობა, იმიტომ რომ გარკვეულწილად თავიანთი არაინფორმირებულობის გამო ისინი ადასტურებენ იმ პროცესებს, რაც საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, საზოგადოების აზრით ხდება ორგანიზაციაში. ძალიან ხშირად კრიზისი არ არის ხოლმე ნამდვილად კრიზისი, ეს არის კრიზისი PR-ში, ასე ეძახიან, ანუ ის, რაც ხდება საზოგადოების აზრით, შესაძლებელია საერთოდ არ ხდება ორგანიზაციაში, მაგრამ როდესაც თანამშრომელი არ არის ინფორმირებული ამ საკითხთან მიმართებაში, ის ადასტურებს გარკვეულწილად იმას, რასაც ამბობს საზოგადოება. და ეს შეუქცევადი პროცესი ხდება შემდეგ და ძალიან ცუდად აისახება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მენეჯმენტი აცნობიერებდეს, რამდენად საპასუხისმგებლოა თანამშრომლებთან კომუნიკაცია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ შიდა კომუნიკაცია არის, როდესაც ასე ვთქვათ, მენეჯერსა და თანამშრომლებს შორის დგება კომუნიკაცია. კი ბატონო. დგება კომუნიკაცია, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სამმხრივი. ზოგადად საზოგადოებასთან ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ პროცესს, თავისთავად უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეცაც გეტყვით, ნებისმიერ მართვის სისტემაში უკავშირი არის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ მართვის სისტემის წარმატებულად ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, თუ ორგანიზაციულ მართვას შეეხება საქმე, ეს უკავშირის ფუნქცია არის სწორედ ის, რაც აკეთებს შიდა კორპორაციული კომუნიკაცია. ანუ რასთან გვაქვს საქმე? აქ არ არის მხოლოდ ის, რომ დავუშვათ მენეჯმენტმა რაღაცა ბრძანება დაიწერა, ან რაღაც მოვლენები განვითარდა და მიიტანა ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე, ხო? თანამშრომლებამდე. აქ ხდება უკვე პროცესიც, ანუ თითოეული თანამშრომლის აზრი, შეხედულება, რა ვიცი, მოსაზრება, ან მიდგომა ზოგადად კომპანიის განვითარების. ესეც უნდა ანალოგიურად იქნას მიტანილი მენეჯმენტამდე. და აი ამ ორმხრივ პროცესს, აი ამ ჩაჭურ რეაქციას ახორციელებს სწორედ შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი. რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამ ფუნქციებს ითავსებს და ძალიან წარმატებულადაც და გარკვეულწილად ისინი ეს დეპარტამენტი არის სწორედ ის, ვინც ზრუნავს თანამშრომლებზე და ხშირად კონფლიქტიც ხდება ხოლმე ამის ნიადაგზე. თუმცა აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია. აქ არის საუბარი, როგორ იქნა ეს ინფორმაცია მიღებული, როგორ იქნა აღქმული და რამდენად დადებითად იქნა გააზრებული და გათავისებული თითოეული თანამშრომლის მიერ. აი ეს უკვე სხვა პროცესია, რომელსაც რა თქმა უნდა შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი ითავსებს. შიდა კომუნიკაციას ახორციელებს ამ საზოგადოებასთან ურთიერთობა და HR-ი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ეს ნამდვილად ასეა. კარგი, მცირე სარეკლამო ჭრაზე გავდივართ და ზუსტად 2 წუთში დავბრუნდებით, დაგველოდეთ. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემის თემა არის ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია და ჩვენი სტუმარი არის PR აკადემიის დირექტორი ნათია გოცაძე. გავთო ნათია, შიდა PR-ის რა მიმართულებები და საშუალებები არსებობს? შიდა PR-ის მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მინდა გითხრათ, რომ აქ არ არსებობს ჩარჩოები, იმიტომ რომ ნებისმიერი ორგანიზაცია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. რაც შეეხება ზოგადად მიმართულებებს, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართვა. ინფორმაციის მართვა გულისხმობს ინფორმაციის შექმნას, ადაპტირებას, მიწოდებას, ცოდნა-გაცნობიერებას, ასე ვთქვათ და უკავშირს. ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს სწორად წარმართული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, ანუ ამ ურთიერთობების დაგეგმა და ამ ურთიერთობის განხორციელება. ეს არის ურთიერთქმედების პროცესი, ანუ რას გულისხმობ? როცა ჩვენ საუბრობთ ზოგადად ურთიერთობაზე, ურთიერთობა ეს არის ურთიერთქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ცალმხრივი და ერთი მხარე არ არსებობს, ანუ ყოველთვის ურთიერთქმედებს ორი მხარე, ხო? როცა ჩვენ საუბრობთ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის ურთიერთქმედებაზე, აქაც ორმხრივია ეს პროცესი, უბრალოდ ცოტა ძალთა თანაფარდობა არის ხოლმე დარღვეული და აი ამის დაბალანსებას უნდა შეუწყოს ხელი აუცილებლად შიდა PR-ის მენეჯერმა. შემდეგი მიმართულება ეს არის თანამშრომლების მოტივაცია. თანამშრომლების მოტივაცია, რომელიც ცალსახად სადაც აქცენტი კეთდება თითოეული თანამშრომლის როლზე, ფუნქციაზე, ამ როლის გააზრებაზე, მისი ინდივიდუალურობისა და მისი
ადგილის გააზრებაზე ამ კომპანიაში, რაც საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ მივყავართ აუცილებლად კომპანიის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე, ხო? შემდეგი მიმართულება ეს არის შიდა იმიჯის მართვა, კომპანიის იმიჯის მართვა თანამშრომლებთან მიმართებაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და გასათვალისწინებელი არის ის, რომ კომპანიის შიდა და გარე იმიჯი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ კომპანია ორიენტირებული და ფოკუსირებულია გარე იმიჯის შექმნაზე, რეპუტაციის შექმნაზე და ეს ყველაფერი არ ხორციელდება შიდა მიმართულებებში, ან თანამშრომლებთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში ეს იწვევს იმას, რომ ეს ჩვენი შექმნილი რეპუტაცია რა არის, ანუ იმიჯი არის ის, რაც მე ვაწვდი საზოგადოებას, რეპუტაცია არის ის, რასაც საზოგადოება შემდეგ როგორც აღიქვავს ჩემი იმიჯს და რასაც ამბობს უკვე ჩემზე. შესაბამისად, როდესაც მე ანალოგიური მიმართულებით არ მუშაობ შიგნით თანამშრომლებთან მიმართებაში. მე ვახსენე კიდეც, რომ თითოეული თანამშრომელი ეს არის ჩვენი ელჩი, რომელსაც უშვებთ საზოგადოებაში, ხო? აქედან გამომდინარე, ის შექმნილი რეპუტაცია ყველა ნებისმიერი უკმაყოფილო ან არაინფორმირებული თანამშრომლის წყალობით შეიძლება ძალიან ადვილად დაიმსხვრეს და განადგურდეს. იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი გრძნობიარე პროცესია და განსაკუთრებით ეს ძალიან ისე მკვეთრად აისახება, როდესაც რაღაც არასტაბილური ვითარება არის კომპანიაში, შეიძლება კრიზისი არ იყოს, მაგრამ ცოტა ისე არასტანდარტული, როცა ჩვეულებრივი რიტმი ირღვევა კომპანიის, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორპორაციული ღონისძიებები. კორპორაციული ღონისძიებები სამწუხაროდ ძალიან ხშირად აღქმული და გაგებულია მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს უნდა იყოს ახალი წლის აღნიშვნა ან იუბილეის აღნიშვნა და ხშირად უმეტეს შემთხვევაში ნადიმის სახეს წარმოადგენს, რომლის შემდეგაც მხოლოდ ის არის განხილვის თემა, ღვინო კარგი იყო თუ არა, პახმენიაზე არიან თუ არა, დაბახუსებზე უბრალოდ. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. ნებისმიერი კორპორაციული ღონისძიების შემდეგ თანამშრომელს უნდა გაუჩნდეს განცდა რა კარგ კომპანიაში მუშაობს და როგორ ზრუნავს ეს კომპანია მასზე, ან როგორ ხედავს მის წვრილსა და როლს და არა ის, რომელი რაღაც კერძი იყო გემრიელი და რომელიც ასმისი დაილია და უშუალოდ ბოლომდე, ხო? ნუ რაც ხშირად ხდება. თუმცა ეს არასწორი აღქმა, რასაკვირველია, ადვილად გამოსვლა არის. ძალიან დიდი კრეატივი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დაიგეგმება შიდა კორპორაციული ღონისძიება, იმიტომ რომ ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული თითოეული თანამშრომელი. ეს ხომ კეთდება თანამშრომლებისთვის. ამიტომ აქ საჭიროა კვლევაც, აქ საჭიროა აზრის გამოკითხვაც, როცა თანამშრომლები აცნობიერებენ, რომ მას კითხეს, რა აირჩიონ, რესტორანი, კონცერტი თუ უბრალოდ არ ვიცი, კარაოკე, იმიტომ რომ ეხლა ყველაფერი მისაღებია, ყველაფერი შეიძლება იყოს რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან კარგი რაღაც მოვიფიქროთ და ძალიან სერიოზული ღონისძიება დაიგეგმოს, მაგრამ ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ დროსაც თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს თავის ფუნქციას და თავის მნიშვნელობას კომპანიაში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მენეჯერები მიდიან ხოლმე, ასე ვთქვათ, კორპორატიული რესტორანი არის თუ სხვა გასვლა ღონისძიება და ნაწილი თანამშრომლების იჩაგრებიან ხოლმე, ნუ სიტყვაზე, როდესაც არის 700-კაციანი სტრუქტურა, ცოტა რთულია შესაძლებელია, მაგრამ ხო ერჯობს, რომ საერთოდ არ ჩაატაროს ესეთი კორპორატული, როცა მოხდა თანამშრომლებს. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე არ შემხვედრი არც ერთი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიება დაიგეგმა და ანუ შუარგოლის მენეჯერები ან ტოპ მენეჯმენტი წავიდა მსგავს კორპორაციულ ღონისძიებაზე და იქ რიგითი თანამშრომლების უკმაყოფილება არ იყოს დაფიქსირებული, იმიტომ რომ რეალურად ეს არის გამოკვეთა თალსახად იმით, რომ თქვენი ფუნქცია აქ არ არის მნიშვნელოვანი. და ეს ძალიან ცუდია. თუმცა მე ამასაც რა თქმა უნდა მივესალმები, რომ შუარგოლის მენეჯერებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ორგანიზაციის მართვაში და აქედან გამომდინარე მათი წახალისება შესაძლებელია ხანდახან საჭირო იყოს უფრო მეტადაც, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს არც სხვა თანამშრომლები და რაღაც სხვა მაინც უნდა შევთავაზოთ ისეთი, რომ მათ არ იგრძნონ თავი გამოყოფილად და არ იგრძნონ თავი დაუფასებლად. აი დაუფასებლობა ორგანიზაციის მხრიდან არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ძალიან ცუდად აისახება შემდეგ უკვე мотиваციაზე და ორგანიზაციის მიმართ დამოკიდებულებაზე.
როგორ უნდა წარმართოს, ასე ვთქვათ, მენეჯერმა мотивация როგორ უნდა აუმაღლოს თანამშრომლებს, რა უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ, ამის როცა ძალიან დიდი სტრუქტურა არის სიტყვაზე და 500 კაციანი მაგალითად. ძალიან დიდ სტრუქტურებში ძალიან კარგად მუშაობს ეს შიდა კორპორაციული საკომუნიკაციო სისტემა, მაგალითად ისეთი სისტემები, როგორიც არის იგივე ელფოსტით რაღაც ელექტრონული ცნობარი, რომელთაც ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას მუდმივად. კარგად მუშაობს ჟურნალი გამოცემა, რომელიც ასევე შესაძლებელია რომ გაკეთდეს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თქვენი მხრიდან წარმოჩენილი ჟურნალი, ან ნებისმიერი ბეჭდური საშუალება არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლებელია ელექტრონული ჟურნალიც იყოს, ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ და ბევრი ინსტრუმენტია შიდა პიარის მიმართულებით, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ თუნდაც ძალიან დიდ ორგანიზაციაში. უბრალოდ აქ მთავარი არის ის, რომ არ არის რთული ამ თითოეულ თანამშრომელთან კომუნიკაცია. მეტად, როდესაც არსებობს ისეთი საკომუნიკაციო სისტემები, როგორც არის ელექტრონული პოსტა და შიდა ინტრანეტი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ თუ ამ თანამშრომლებს თქვენ მიაწვით დროულად ინფორმაციას, რომ რაღაც იგეგმება და მისცემთ საშუალებას თვითონ ჩაერთონ და გამონხატონ თავიანთი აზრი. აქ არ აქვს მნიშვნელობა 500 კაცია თუ 3000 თუ 50, ხო? ნებისმიერს უკვე იცით რა არის, აქ მთავარია რომ თქვენ აძლევთ არჩევანის საშუალებას, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ პროცესში, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ ყველაფერში. და ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, ეს უკვე მათი სურვილი იქნება. ყოველ შემთხვევაში იმას არავინ არ იტყვის, რომ იცით რა, მე არავინ არ მკითხა აზრი ამასთან დაკავშირებით, ხო? ეს ძალიან არ არის რთული ამის მიღწევა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც უმეტესწილად ალბათ საქართველოში, როდესაც თუნდაც მენეჯერები და დირექტორები ფიქრობენ, რომ ყველა თანამშრომელი მოვალეა, რომ აკეთოს საქმე, იქნება გამოდიან, რომ მე მას ხელფას ვუხდი. იქნება აი პრობლემა, ასე ვთქვათ, აი ამ მიდგომასთან არის, რომ ხშირად კომპანიები არ ახორციელებენ, მსხვილ კომპანიებს არ გულისხმობ, მცირე კომპანიები თუნდაც არ აქცევენ ყურადღებას თანამშრომლებს. თუნდაც აი ეს დამოკიდებულება ხო არ არის, რომ მე ისედაც ხელფას ვუხდი მას და ის ვალდებულია. ეს დამოკიდებულება ყოველთვის არის ნებისმიერ ორგანიზაციის მენეჯმენტისგან, მე პირადად მომისმენია ასეთი ფრაზა, ნუ არა უშავს თუ არ უნდა წავიდეს სხვა მოვა. და მე სასტიკად წინააღმდეგი ვარ ამ მიდგომის, რატომ? იმიტომ რომ იმ სიყვარულს და ლოიალურობას, რასაც თანამშრომელი, რომელიც წლების განმავლობაში თქვენთან არის, კი, შეიძლება ის წავიდეს და უკეთესი პროფესიონალი მოვიდეს, მაგრამ აი იმ კორპორაციულ პატრიოტიზმს, რასაც გრძნობს უკვე ძველი თანამშრომელი თქვენ კომპანიასთან მიმართებაში, თუ რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი კარგად მიდის და თუ აწყობილია შიდა კორპორაციული კომუნიკაციის სისტემა, ხო? და ასრულებს თავის ფუნქციას და ვიღებთ შედეგებს. აი იმ სიყვარულის და იმ პატრიოტიზმის მოპოვება სჭირდება ასევე რამოდენიმე წელი და თუ ჩვენ ასე ადვილად დავთმეთ ეს, ნუ რა თქმა უნდა, ეს მიდგომა ზოგადად არ არის სწორი, თუმცა ეს მიდგომა არსებობს და ეს რა თქმა უნდა ხელს უშლის ამ ყველაფერს. საინტერესო, ასე ვთქვათ, პიარის მიმართულებით თუ არის აუცილებლად შიდა კომუნიკაცია, რომ წარმართოთ, ასე ვთქვათ, გავწეროთ ჩვენი გეგმა და წინასწარ შევმუშაოთ სტრატეგია. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, იმდენად რამდენადაც რეალურად შიდა კორპორაციული კომუნიკაციის მართვა, ეს არის ჩვეულებრივი მართვა, ჩვეულებრივი პროექტია, ანუ გრძელვადიანი, მოკლევადიანი, ეს არის ჩვეულებრივი სტრატეგია. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დაგეგმილი და რა თქმა უნდა, ეს უნდა ისახავდეს მიზანს. ეს მიზანი უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის მიზანს. ანუ თუ კომპანიის მიზანი არის სხვა და შიდა კორპორაციული კომუნიკაციის მიზანი არის სხვა, ეს რა თქმა უნდა ერთმანეთთან იქნება აცდენი. ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ეს არის, ну, რა თქმა უნდა, თანამშრომელთან ეს მიზანი თანდებია, უბრალოდ ასე ვთქვათ, ინფორმირებულობა, ლოიალურობის ამაღლება, мотивация და ასე შემდეგ. ეს თანდები მიზნებია, მაგრამ ყველა ნებისმიერ ესეთ კამპანიას, შიდა კორპორაციულ კამპანიას უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული მიზანი. აი ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ჭირდება დაგეგმა, რომელიც სტანდარტულად როგორც წესი უნდა დაიწყოს კვლევით. ანუ რა აინტერესებს თქვენს თანამშრომლებს, რა პრობლემა თუ არა კომპანიებს, ასე ვთქვათ, ეს სტრატეგია შემუშავებული. აქვთ, ძალიან ბევრი კომპანია ვიცი მე პირადად, რომლებსაც აქვთ ასეთი სტრატეგია, თუმცა ბევრი ვიცი, რომლებსაც არ აქვთ. და იცით რა, მე საერთოდ ზოგადად მომხრე ვარ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომპანიების ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი კომპანია მოქმედებდეს და ხორციელდებოდეს სტრატეგიის ფარგლებში, გეგმის ფარგლებში და ეს იყოს კარგად გაწერილი გეგმა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს გეგმა ასევე ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილებას განიცდის ნებისმიერი ზემოქმედების პროცესში, მაგრამ ის უნდა იყოს განსაზღვრული წინასწარ, უნდა ქონდეს თავისი მიზანი, თავისი სავარაუდო შედეგი, უნდა ქონდეს კვლევის, ანუ წინასწარი კვლევა და რა თქმა უნდა ქონდეს ვადები, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც სპონტანური ქმედებების ციკლი, რომელსაც თუ არ ვიცით რა არის, რა აქვს მიზანი, თანხებიც აბსოლუტურად უმიზნოდ შეიძლება დაიხარჯოს და შესაბამისად ჩვენ არ ვახორციელებთ რაღაცას კონკრეტული მიზნისთვის, უკვე გაზომვა ამ ქმედების არის აბსოლუტურად შეუძლებელი. და ამიტომაც არის რომ შემდეგ უკვე ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენელი როდესაც ანგარიშს თხოვს მენეჯერს აი რა მივიღეთ ამის შედეგად. თუ ჩვენ წინასწარ არ ვიცით რას ველოდით ამის შედეგად და რა გქონდა დღეს და რა უნდა გქონდეს სამთვიანი კამპანიის შემდეგ, მე შეუძლებელია გაგცეთ პასუხი რა მივიღე, ხო? ამიტომ არის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ საწყისშივე განსაზღვროთ, დღეს ვართ აქ. აი ამ წერტილში. 3 თვის მერე ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, იმ წერტილში, ხო? ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს და აი ამ ქმედებების შედეგად ეს არის პრინციპში სტრატეგია. მე ვირჩევ ამ აქტივობებს, ტაქტიკურ ამოცანებს, რასაც განვახორციელებ და მივიღებ ამ შედეგს და თუ არ მივიღებ მე ამ შედეგს, ამ ვადაში, ამ ფასად და ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, აი მაშინ შეიძლება მომთხოვოთ პასუხი და მითხრათ რომ არ ვიმუშავე კარგად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია გაზომოთ მე რა გავაკეთე ან რა არ გავაკეთე, ხო? კი ბატონო, მცირე სარეკლამო ჭრაზე გავდივართ და დავბრუნდებით 2 წუთში. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ ჩვენს გადაცემის თემას, ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია და ჩვენი სტუმარი არის PR აკადემიის დირექტორი ქალბატონი ნათია გოცაძე. ქალბატონი ნათია, გადმოვალ შეკითხვით, რამდენად კომპანიები ატარებენ ხოლმე კვლევებს, თუნდაც თანამშრომლებში, რამდენად მათ მიყვართ თავისი ბრენდი, მიყვართ ცოტა გაზვიადებულად, ასე ვთქვათ, აფასებენ და თვლიან კარგად, რომ კარგ კომპანიაში მუშაობენ. რამდენად ხდება ხოლმე ეს პრაქტიკა? ზოგადად ეს პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა რომ ეს ხდებოდეს. თუმცა და ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ხორციელდება ასეთი ტიპის კვლევები. ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ შიდა კორპორაციულ კომუნიკაციების მართვა სჭირდება დაგეგმა. და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, იწყება კვლევით. თუ მე არ ვიცი რას ფიქრობს თითოეული თანამშრომელი კომპანიაზე, რა პრობლემების წინაშეა კომპანია და ზოგადად როგორ უყურებენ ისინი როგორც ბრენდს, როგორია კომპანიის იმიჯი თანამშრომლებში, რა პრობლემებთან გვაქვს საქმე, რა შიდა ურთიერთობები არის და უშუალოდ ხო თანამშრომლებს შორის, ან რას ფიქრობენ მენეჯმენტთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მე ძალიან გამიჭირდება დავგეგმო, რას უნდა მივახციო. ან გამეორდები და ვიტყვი, რომ ან გავზომო ამ კამპანიის შედეგად რას მივახციე. ამიტომ ასეთი ტიპის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვერ გეტყვით, რომ ამას ყოველთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს, ძალიან ხშირად ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ასეთი ტიპის ასე ვთქვათ, ანალიტიკური ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კუთხით და ზოგადად შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მართვის კუთხით, ამას ქვია ანალიტიკური მიდგომის ინსტრუმენტი, როდესაც ჩვენ ვავსებინებთ რაღაც გარკვეულ კითხვებს, ან შეიძლება ეს იყოს ანონიმური, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც არის შიდა ფორუმები და ვახდენთ ამ ფორუმებზე დაკვირვებას, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ, ესეც კვლევის ერთ-ერთი ფორმა არის, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს და აფიქსიროს და ჩვენ ამის შედეგად გავიგოთ უკვე რას ფიქრობენ ისინი. ამ მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ ასევე ეგრეთ წოდებული ყუთები, საფოსტო ყუთები, რომელშიც თავიანთ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხის შესახებ აგდებენ. აქაც ორგანიზაციის სტრუქტურაზე და მასშტაბზეა დამოკიდებული, სად როგორი ფორმა ასეთი ტიპის კომუნიკაციის არის მისაღები, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თანამშრომლების აზრი. ისე როგორც ზოგადად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ყველა ნებისმიერი მიმართულებით მნიშვნელოვანია, ასევე ეს ჩათვალეთ, რომ ეს შიდა რაღაც ორგანიზმია, რომელიც უნდა განვითარდეს, რომელიც ხან განიცდის რაღაც აღმავლობას, ხან პირიქით და აი ამ პროცესში რას ფიქრობს თითოეული ის ადამიანი, ვინც ქმნის ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა ამის გაკეთება.
ანუ კომპანია, რომელიც ისრაფის წარმატებისგან ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ასე ვთქვათ, შიდა კვლევებიც არის აუცილებელი. თანამშრომლების განწყობა რომ რა თქმა უნდა, თანამშრომლების განწყობა, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ რაზე გავაკეთოთ აქცენტები. როდესაც საუბარია კორპორაციულ კულტურაზე, ეს რაც არ უნდა ასეთი არსად შეიძლება დაწერილი და წესად მიღებული არ არის, მაგრამ კორპორაციულ კულტურას ქმნის კომპანიის მენეჯმენტი, ანუ ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არიან მმართველ პოზიციებზე კომპანიაში. რატომ? იმიტომ რომ მათთან, როგორ გითხრათ, მათთან ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგად შეიძლება მხოლოდ მიღწეული იქნას კორპორაციული პატრიოტიზმი. თუ კომპანიის ტოპ მენეჯმენტი არ არის განწყობილი და არ თვლის საჭიროდ, რომ უნდა მოხდეს თანამშრომელთა აზრის კვლევა, რომ უნდა მოხდეს დამატებითი არამატერიალური სისტემის შექმნა და რაღაც დამატებითი ღონისძიებების თუ წახალისებების თუ არ ვიცი რაღაც ერთობლივი რაღაც აქტივობების დაგეგმა, რაც აი ამ გუნდს და რაღაც სულისკვეთებას აამაღლებს. თქვენ რაც არ უნდა პროფესიონალი იყოთ და რაც არ უნდა ძალიან ძლიერი იყოთ და კარგად გესმოდეთ ამ ყველაფრის არსი და მნიშვნელობა, ამას ვერ განახორციელებთ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ მენეჯმენტი აცნობიერებდეს ამ ყველაფრის მნიშვნელობას, იმიტომ რომ საბოლოოდ შედეგი, რასაც ვიღებთ, არის ძალიან დიდი და ეს შედეგი ყველა მენეჯმენტს, ნებისმიერი სახის მენეჯმენტს ძალიან ჭირდება და ძალიან, როგორ გითხრათ, ამისკენ ისწრაფვის, რომ თანამშრომელი იყოს ერთგული თქვენი კომპანიის. მან ჩადოს მთელი მისი ცოდნა, გამოცდილება, მთელი მისი რესურსი ჩადოს კომპანიაში და რაც თავია იყოს კმაყოფილი. და არ არის კმაყოფილი თანამშრომელი, რა შეიძლება რომ გამოიწვიოს? მე ნამდვილად არ ვიქნები მართალი თუ გეტყვით, რომ მხოლოდ არამატერიალურ მოტივაციას შეუძლია შექმნას კმაყოფილება. მოგეხსენებათ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორი სახელმწიფო პოლიტიკაა დაუშვათ, როგორია ბონუსების, პრემიების და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი. ანუ როდესაც ეს მოწესრიგებული კომპანიაში იქვეჩნდება მოთხოვნა და სურვილი იმისი, რომ მოხდეს უკვე არამატერიალურ, ანუ გადავიდეს ეს ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე, რაც გულისხმობს აი ამ მოტივაციას, ანუ დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ. და მე ვიცი კომპანიები, სადაც არიან თანამშრომლები, სწორედ აი ამის ხარჯზე, აი ასეთი დამოკიდებულების ხარჯზე არიან თანამშრომლები, რომლებიც საკუთარ თავს აიგივებენ კომპანიასთან და მის ინტეგრირება საზოგადოებაში ხდება არა მხოლოდ სახელით და გვარით, არამედ ამ კომპანიის თანამშრომლის სტატუსით და ეს უკვე ძალიან ძლიერი იარაღია თვითონ კომპანიისთვის. და მე მეორე შემთხვევაში შემიძლია ანუ ამ საპირისპირო შემთხვევები ძალიან ბევრი მაქვს, როცა საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და საკმაოდ ისეთი მაღალი პოზიციის თანამშრომლები პირიქით აბსოლუტურად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ თავიანთ კომპანიას, რაც რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ იქ მხოლოდ მატერიალური მოტივაცია არსებობს და სხვა არაფერი. ეს არ არის საკმარისი. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც თანამშრომელი მუშაობს მზე განაკვეთი, ასრულებს ისეთ მოვალეობებს, რომელიც მას კავშირში არ არის და ხელფასიც შესაბამისად დაბალი აქვს. თუ შეიძლება რომ შიდა კომუნიკაცია უფრო მეტად თქვათ თანამშრომლის მოტივაცია აუმაღლოს? იცით რა, მე ვახსენე, რომ შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია არ არის მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდოს. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმგვარად, რომ ეს იქნას შესაბამისად აღქმული. საერთოდ კომუნიკაციაში ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად ეს ჩვეულებრივ ადამიანებს შორის კომუნიკაციაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რასაც მე ვამბობ, ის თქვენ გაიგოთ ზუსტად ისე როგორც ვამბობ. ეს ამას უამრავი ბარიერი ახლავს თან და ძალიან შორს წაგვიყვანს ეს ამაზე საუბარი. და როდესაც თქვენ თანამშრომელს უხსნით შესაბამისად სრულიად გასაგებად და მისთვის მისაღებად, რატომ არის საჭირო რომ მან იმუშაოს და უშუალოდ არასამუშაო საათებში და დახარჯოს მისი პირადი დრო სამსახურზე და როდესაც ამის პარალელურად ეს თანამშრომელი გძნობს, რომ კომპანიაც თუ მას დაჭირდა ასევე მისი ფუნქციების იქით დაუდგება გვერდით და რაღაც გარკვეულ არ ვიცი, დახმარება იქნება თუ თანადგომა იქნება თუ არ ვიცი, მიდგომა ზოგადად. ხო, აი ესეთ შემთხვევაში პრობლემა ზეგანაკვეთური არასოდეს არ არის, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩემს ირგვლივ, საკმაოდ წარმატებული და საკმაოდ ისეთი, რომლებსაც საერთოდ არასოდეს არ მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება, რატომ? იმიტომ რომ მათ უყვართ
მათი კომპანია. მაგრამ როდესაც მიდგომა არის ისეთი, რომ ეცტრა ჩვენ მომთავრებთ სამუშაო საათები მთავრდება დაუშვათ 6 საათზე ან არ ვიცი 7 საათზე და თუ თქვენ ვერ მოასწარეთ თქვენი საქმე, ესე იგი ეს თქვენ არ გაქვთ დროის განაწილების მართვა, არ იცით სწორად ან რაღაც ასეთი და მე არ გადავიხდი ზეგანაკვეთურს ამ დროს დილას უნდა ჩააბარო, ხო, მაგალითად იგივე ეს პროექტი. ნუ ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, ყოველთვის კი მუშაობ, იმიტომ რომ დღეს ყველას პრობლემა აქვს სამსახური დაკარგვის შიში, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ესეთი ადვილი არ არის, ახალი ფურცლიდან დაიწყო, ხო, მithumetas პასუხისმგებლობები რომლებიც თითოეულ ადამიანს თან ახლავს, ეს იქნება ოჯახი თუ არ ვიცი, ნუ გარემოცვა მათი, ხო? ეს ყველაფერი არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, რომ ესე ადვილად დავტოვოთ ამის გამო, ან მოვითხოვოთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ მოვითხოვთ და შეიძლება არც მოგვეცეს, ხო? ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწვი შენს თანამშრომელს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან დამატებითი დრო უნდა დაუთმოს სამსახურს და არა თავის პირად სივრცეს. კარგით, მცირე სარეკლამო ჭრაზე გავალთ და დაბრუნდებით მალე. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის თემა ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია და ჩვენი სტუმარი არის PR აკადემიის დირექტორი ქავთო ნათია გოცზე. ქავთო ნათია, კარგი შიდა კომუნიკაცია რას გამოიწვევს თანამშრომლებში? როგორი იქნება თანამშრომელი, როდესაც შიდა კომუნიკაცია კარგად მუშაობს? უპირველეს ყოვლისა, თანამშრომელი იქნება ინფორმირებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ინფორმირებული იქნება იმგვარად, ანუ ადეკვატური ინფორმაცია ექნება მუდმივად და მას ექნება საშუალება ყოველთვის შეძლოს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური იმ მომენტში საზოგადოებაში, კომპანიასთან მიმართებაში. ეს ერთი. მეორე სეთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თანამშრომელი იქნება ლოიალური. ანუ მას ეყვარება მისი კომპანია, მარტივად რომ ვთქვათ და იამაყებს რომ მუშაობს ამ კომპანიაში. ახლა რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ შევქმნით ხელოვნურად, ეს თვითონ კომპანიაც უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. და ეს არის უკვე ის, რასაც ქვია შიდა კორპორაციული იმიჯის მართვა და მიწოდება თანამშრომლებთან, აი ამ იმიჯის იმგვარად, როგორადაც ეს წარმოჩენილია გარეთ, ხო? ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ კომპანია აქცენტს აკეთებს გარე საიმიჯო აქტივობებზე, უფრო მეტი ფოკუსირება ხდება სოციალურ პასუხისმგებლობაზე გარეთ და უშუალოდ გარე მიმართულებით და ამ პროცესში ერთი რამ არის ყოველთვის ისეთი ცოტა არ იყოს უგულებელყოფილი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ კომპანიამ გარეთ აკეთოს რაღაც საქველმოქმედო აქტივობები ან სასპონსორო. ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს შიდა კორპორაციულ მართვას. ანუ კომპანიის მართვას, იმიტომ რომ ეს არ არის ეს ვიწრო გაგებაა, რომელთაც ზოგადად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აღიქმება მენეჯმენტის მიერ. და მისი ფართო გაგებით, იმ გაგებით, რომელთაც ის მსოფლიოში საერთაშორისო ასპარეზზე, ასე ვთქვათ, არის უკვე აღიარებული, ეს არის მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს და ამ კომპონენტებს შორის არის მნიშვნელოვნად გამოკვეთილი შიდა ორგანიზაციული მართვა, თანამშრომლების უფლებები, ადამიანური უფლებების დაცვა და ის თუ როგორია შიგნით კორპორაციის შიგნით ურთიერთობები, რამდენად არიან თანამშრომლები კმაყოფილები, რამდენად სწორად ხდება მათი შეფასება, მათი ანაზღაურება, როგორია სამუშაო ადგილი. ნუ ეხლა თამდევი გარე სხვა ფაქტორები, როგორც არის გარემოდაცვა, იგივე შესაძლებელი შესაძლებლობების პირებზე ფუნქციონირება და არის თუ არა ასეთი ადამიანების ადგილი, სამუშაო ადგილები ამ კომპანიაში, ეს უკვე სხვა მიმართულებები. ეხლა ჩვენ რამდენადაც ვლაპარაკობთ შიდა კორპორაციულ კომუნიკაციებზე, აქ უნდა მნიშვნელოვანად იყოს გააზრებული, რომ ეს ურთიერთობა არის ერთ-ერთი კომპონენტი ზოგადად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, რასაც დღეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ინვესტორები, ზოგადად ანუ ადამიანები, რომლებსაც უნდათ პარტნიორები, რომლებსაც უნდა თქვენ კომპანიასთან ურთიერთობა, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ აი გარეთ მიდის აქტიურად ამ კუთხით მუშაობა და საზოგადოების თვალში ძალიან ისეთი წარმოჩენილია კომპანია ამგვარი საქმიანობით და შიგნით უკვე თანამშრომლების შორის მსგავსი ტიპის აქტივობები არ ხორციელდება. ასე დროს თანამშრომელი აუცილებლად იტყვის, აუცილებლად უნდა განხორციელდეს
ეს? იგივე დაუშვათ, რასაც გარეთ ვაკეთებთ, ხო? თუ ჩვენ ვამბობთ და ფოკუსირებას ვახდენთ იმას, რომ ჩვენ ზრუნავთ დაუშვათ გარემოზე. გარემოს დაცვა ახლა ძალიან იცით აქტუალური თემა გახდა. ანალოგიური სტრუქტურა და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს თანამშრომლებშიც, ხო? თვითონ თანამშრომლებმაც მის გარემოზე უნდა იზრუნონ და გიქმეთ რაღაც აქტივობები, რომლითაც თანამშრომლები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას და მსგავსი ტიპის რაღაც ღონისძიებებში ჩაერთვებიან. მაგალითად, როდესაც გარე მოქმედებაზეა საუბარი დავეხმარეთ, ვიღაცას გავაკეთეთ რაღაც და ამ დროს შესაძლებელია შიგნით თვითონ იმდენად პროცესი მიდიოდეს, ძალიან მწვავე და ყვავდნენ თანამშრომლები, რომლებსაც ძალიან უჭირთ და რაღაც სასწაულად მნიშვნელოვანია მათთვის ასეთი დახმარება. ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო, არც ერთ შემთხვევაში. თუ ჩვენ გარეთ შეგვიძლია დავასპონსოროთ რაღაც რომელიღაც ადამიანი, რომელიც წარადგენს ჩვენს კომპანიას და გადავიხადოთ ძალიან დიდი თანხები რაღაც მიმართულებით, ხო, რომელიღაცა დარგის განვითარების ან შეიძლება პიროვნების, ხო, შესაძლოა შიგნითაც გვყავდეს რესურსი, რომელიც ასევე იმსახურებს და შესაძლებელია მისი წახალისება. ძალიან ბევრი მიდგომა არის, რომელიც აი ამ მიმართულებას ხელს უწყობს და საბოლოო ჯამში კომპანიის იმიჯის ამაღლება ხდება თანამშრომლების თვალში. ასეთ დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლებმა ზუსტად იცოდნენ როგორია დამოკიდებულება საზოგადოების ჩვენი კომპანიის მიმართ. ამიტომ თუ მედია საშუალებებში თქვენი კომპანიის შესახებ რაღაც ინფორმაცია გაჟღერდა, ეს გააგებინეთ თანამშრომელს. თანამშრომელმა არ უნდა გაიგოს სარეკლამო რგოლიდან, რომ თქვენი კომპანია ახალი პროდუქტის გამოშვებას იწყებს ან დაიწყო, ხო? რომ თქვენმა კომპანიამ არ უნდა გაიგოს მაგალითად რომელიღაცა არხის საინფორმაციო საშუალებიდან, რომ თქვენმა კომპანიამ რაღაცა დიდი ჯილდო მიიღო. მან ეს უნდა იცოდეს და შემდეგ უნდა გაიგოს მედია საშუალებებიდან. როდესაც კომპანიის თანამშრომელი ჯერ იცის ინფორმაცია, რომ თავშოთ მისმა კომპანიამ მიიღო რაღაც ჯილდო, ხო? და შემდეგ მოისმენს ამას უკვე ტელევიზიით ან რადიოთი, ის რა თქმა უნდა ძალიან ამაყი იქნება, იმიტომ რომ ამ პირველმა იცოდა ამის შესახებ. იმიტომ რომ მისმა მენეჯმენტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მისი წვლილი ამ ჯილდოს მიღებაში არის მნიშვნელოვანი და უნდა დაფასდეს და შეატყობინა უბრალოდ ეს რთული არ არის, შეატყობინა უბრალოდ ამის შესახებ. ამიტომ ეს ისეთი ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი ამ პროცესში. მენეჯერებმა რა უნდა აკეთონ, რომ ყველა თანამშრომელმა იგრძნოს თავი მნიშვნელოვნად. იგივე თუნდაც საჭიროა თუ არა, ალბათ აუცილებელიც არის დაწინაურებების თემა, თათბირები, კორპორატიული ღონისძიებები. რა შეიძლება რომ კიდევ ბევრი ჩამოთვალოთ, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება რომ კომპანიებმა აკეთონ. თუ ეს უფრო ინდივიდუალურია. იცით რა, ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას თავისი როგორ გითხრათ, თავისი სისტემა აქვს ამ მიმართულებით, თუმცა რაც შეეხება დაწინაურების თემას, ეს უკვე ცდება ყველანაირად შიდა კორპორაციული კომუნიკაციის მენეჯერის კომპეტენციას და რა თქმა უნდა ამ პროცესს ის ვერცხელს შეუწყობს და ვერცხელს შეუშლის. უბრალოდ აქ მთავარი რა არის, იცით, აი, როდესაც დაწინაურება ხდება ვიღაცის და რა თქმა უნდა ამას აუცილებლად მოყვება თვითონ სხვა თანამშრომლებს შორის, რომ ეკუთვნო და არ ეკუთვნო და იყო ღირსი, არ იყო ღირსი და ასე შემდეგ. აი, აქაც საჭიროა ინფორმირებულობა. ანუ ან შეხვედრა, ან უბრალოდ რაღაც თუნდაც გაგზავნა ინფორმაციის, რომ დაწინაურდა იმიტომ, რომ აი ასე და ასე დაუშვათ, ხო? და არა ის, რომ მithქმა მოთქმით და იცით რა, როდესაც საკითხი ეხება საერთო ინტერესის საგანს, ეხება რაღაც კონკრეტული ინფორმაცია, ის ძალიან მალე ვრცელდება. და რაც უფრო არასწორად არის ეს ინფორმაცია პირველი წყაროს მიერ წამოსული, ხო? მით უფრო დამახინჯებული ხასიათით ბრუნდება და მიდის წრეზე და ანუ ვრცელდება მთლიან თანამშრომლებში. ამიტომ მოდით თქვენი ყავით პირველად ინფორმაციის წყარო, როდესაც შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი ხართ და ეს რა თქმა უნდა ძალიან უნდა ხელსაყრელია მენეჯმენტისთვის და უნდა აცნობიერებდნენ ისინი, რომ ეს ძალიან საჭიროა, რომ მათგან წამოსული ინფორმაცია დაწინაურების, სამსახურიდან დათხოვნის, არ ვიცი, კადრების ოპტიმიზაციის, ხელფასების შემცირების, ხელფასების მომატების, პრემიების ყველაფრის ინფორმაცია მიდის მათგან და არა მხოლოდ ხო, ეს ძალიან ცუდია. ზოგადად ის რა დამალული არასოდეს არაფერი არ არის. უბრალოდ ხდება ისე, რომ დამალული არ არის, არასწორად გავრცელებულია ხოლმე. იმიტომ რომ არაფერი არ იმალება, როგორც წესი. კარგი, მცირე სარეკლამო ჭრაზე გავდივართ და მალე დავბრუნდებით.
თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დაბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ ჩვენს გადაცემის თემას ორგანიზაციის შიდა კომუნიკაცია და ნათია გოცაძე არის ჩვენი სტუმარი, PR აკადემიის დირექტორი. ქალბატონ ნათია, აუცილებელი თუ არა ორგანიზაციამ იზრუნოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არის თუ არა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შიდა კომუნიკაციის? იცით რა, მე ვიტყოდი რომ ეს უფრო მეტად ეხება ადამიანური რესურსების მართვის კომპეტენციას და რა თქმა უნდა ისრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. იმდენად რამდენადაც პროცესი ვითარდება, ნებისმიერი ბიზნესი და ნებისმიერი ბიზნეს გარემო ძალიან სწრაფად იცვლის სტანდარტებს და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა მიყვეს ამ სტანდარტებს და უფრო მეტიც უნდა იყოს მუდმივად რაღაც ისეთ მაღალ ხარისხზე გვაქვს ასე ვთქვათ აქცენტი გაკეთებული, რა თქმა უნდა ამას უნდა ხელი შეუწყოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს შიდა კორპორაციული კომუნიკაციების კომპეტენციაში შედის, ამიტომ ეს უფრო მეტად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საქმეა და ხშირ შემთხვევაში ძალიან წარმატებულადაც ახორციელებენ და გეგმავენ ამ პროცესს. თუმცა სავარაუდოდ მაინც იქნება ალბათ უკმაყოფილო თანამშრომელი, როდესაც სხვას გაუშვებენ თქვათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მას არა, ანუ ამ შემთხვევაში მაინც ამ პრობლემა იკვეთება ალბათ ყოველას. კი ბატონო, ეს ნამდვილად უკვე ამ შემდგომი პროცესი ნამდვილად შეიძლება რომ მართოს შიდა კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა და ძალიან მარტივად აქაც უკვე იმ ინფორმაციის მიწოდებით დაახსნით, რატომ მოხდა გამოყოფა კონკრეტული თანამშრომლების, რატომ მოხდა დაუშვათ კონკრეტული ტრენინგის არჩევა თუ კომპანიის არჩევა. აი ასეთი ტიპის ინფორმაციის მიწოდება ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველთვის ჩნდება რაღაც გარკვეული კითხვები. ჩვენ უნდა განსაზღვროთ, მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში არ აქვს ეს მნიშვნელობა შიგნით იქნება თუ გარეთ იქნება. ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ 6-იანის და 9-იანის პრინციპით. რას ნიშნავს ეს? როდესაც თქვენ ხატავთ დაწერთ 6-იანს, თქვენი მოპირისპირო მხარე, რომელიც თქვენ წინ ზის და იქიდან უყურებს ამ ნახატს, ხო? ის ხედავს 9-იანს, ხო ასეა? ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეიძლება და თქვენ შეიძლება დაუსრულებლად იკამათოთ, იმიტომ რომ მე გიმტკიცოთ, რომ მე 6-იანი დავხატე, თქვენ მიმტკიცოთ, რომ ხედავთ 9-იანს, ხო? ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ერთ აზრზე ვიქნებით, იქნება ის თუ მე მოვალ თქვენთან, ან თქვენ მოხვალთ ჩემთან და ერთი მხრიდან შევხედავთ ამ ნახატს, ხო? აი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი შიდა კორპორაციული მიმართულებით იქნება თუ გარეთ, სწორედ აი ამ ადამიანის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ან ერთი მხარი უნდა შეძლოს, რომ ხან ერთი მხარის ადგილას მოხვდეს და შეხედოს იქიდან რა ხდება რეალურად და როგორ აღიქმება ეს სიტუაცია და მეორე მხარის მხრიდანაც უნდა შეეძლოს ამ პროცესის გაანალიზება. ეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ ყოველთვის არ შეიძლება ამის გაკეთება და რთულია, მაგრამ უნდა შევძლოთ. ამიტომ, როდესაც აი ამ პროცესს მართავ, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ თანამშრომლების ადგილას ჩვენი თავი. ჩვენ ხო რიგითი თანამშრომლები ვართ, ხო? მარტივ ეს უკვე ადვილია. და განსაზღვროთ, რა კითხვები შეიძლება გაჩნდეს თანამშრომლებში. ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ეს იქნება დაწინაურება, ტრენინგზე წასვლა, კვალიფიკაციის ამაღლება თუ რა ვიცი, ნებისმიერი რამ. და როდესაც წარმოვიდგენთ ჩვენ თავს და განსაზღვრავთ, რა შეიძლება აწუხებდეს ამ დროს თანამშრომელს, შემდეგ უკვე უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მას აწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაიტანს ძალიან ნეგატიურ და ეს უარყოფით დამოკიდებულებას უკვე საზოგადოებაში. რისი მოbrunებაც უკვე არის ძალიან რთული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუშაობს იმიჯის შექმნაზე, იმიჯის ფორმირებაზე, გატანაზე და რეპუტაციის შექმნაზე. და რატომ შევუშალოთ ხელი იმას, რასაც ვაკეთებთ, ხო? ჩვენივე რაღაცა ქმედებების უგულებელყოფით. ალბათ დამეთანხმებით თქვენს ამასაც ვკითხულობდი ინტერნეტში, სწორედ განაცხადებული თანამშრომლის სტატია იყო, თან მithumetes დღეს როცა სოციალური მედია ასე ვთქვათ, ასეთი განვითარებული არის, ჩვენთან შეიძლება რიგით ერთმა თანამშრომელმა დაწეროს არ უნდა წერდა იგი რომ რამდენ ხანს ამუშავებდნენ, რომ არ უხდიდნენ და შიდა კომუნიკაციას უკვე აღარ იყო საუბარი ნამდვილად. რამდენად უფროსებს და მენეჯერებს ასე ვთქვათ გაანალიზებული აქვთ ეს და საქართველოში უმეტესად იციან თუ არა რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ?
მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად, იმიტომ რომ ეს რომ ასე არ იყოს, ყველა ორგანიზაციას ეყოლებოდა ადამიანი, როგორ გითხრათ, თანამშრომელი, რომელიც ამ პროცესს წარმართავდა. ეს ასე არ ხდება. ძალიან ცოტა ესეთი ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ამ ფუნქციის მატარებელი ან დეპარტამენტი აქვს, ან რა ვიცი, კადრე ერთ-ერთი სპეციალისტი ყავთ, რომელიც ამ ფუნქციას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ არ აქვთ გაცნობიერებული და თუ ამასთან დავურთავთ იმ მიდგომას, რასაც ნიშნავს, რომ თუ არ უნდა კარები ღია წავიდეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ თანამშრომლის ინფორმირებულობა, მოტივაცია, ლოიალურობა და ასეთი რაღაცები ეს უკვე ფუფუნების სფეროში გადადის, ცოტა არ იყოს მთელი რიგი მენეჯმენტის წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი და საბოლოოდ ისევ ბიზნესზე და ბიზნესის წარმატებაზე აისახება ძალიან ცუდად, იმიტომ რომ აი ხა თქვენაც ახსენეთ ეს მაგალითი, ხო განაწყენებული თანამშრომლის წერილი. ის ეხმიანება ათასობით ასეთი თანამშრომლის წერილს და საბოლოო ჯამში გამოხმაურება ნეგატიურ ინფორმაციას აქვს გაცილებით უფრო სწრაფი და გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებზე ვრცელდება და აქედან გამომდინარე ეს შესაბამისად გაცილებით უფრო სავალალო შედეგებსაც იღებს, ვიდრე დაუშვათ რაღაც შიგნით დამთავრებული ასეთი ტიპის პრობლემა, ხო? კარგს ალბათ იშვიათად დაწერა ხოლმე. რა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ ხოლმე კარგის დაწერა და ზოგადად ეს სამწუხაროა, რასაკვირველია. თუმცა როგორც კი რაღაც უარყოფითია, რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი, რომ გაუზიაროს ეს ადამიანური რაღაც ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ, ადამიანის და ადამიანს ყოველთვის უჩნდება სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუთხროს ცუდი ამბის შესახებ. ამიტომაც არის, რომ ცუდი ამბები ძალიან სწრაფად ვრცელდება და ცუდ ამბებს ძალიან დიდი რეიტინგი აქვს ყოველთვის. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ დასტუმრობისათვის. დარწმუნებული ვარ, ხშირად იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მსმენელებს კი მომავალ ორშაბათამდე ვემშვიდობები ახალი თემით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.